მოგესალმებით, მოკლედ ცოტა დიდი ჩავარდნა ქონდა, მაგრამ დაგებრუნდით ახალი სიახლეებით. 2025 წელს ჯიმხანაშიც, 600-იანებშიც, 1000-იანებშიც, რაგზეც, წრიულზეც, მოკლედ ყველაფერზე გვინდა რომ გამოვიდეთ. ესენი კი ის ტრანსპორტი იქნება, რასაც ჩვენ ვიხმართ რაგზეც, წრიულზეც და პლუს უკვე მოტო ჯიმხანაზეც. და ამ ყველაფერზე მინდა მოგიყვეთ უკვე დღეს. პირველი რაც დაგვემატა არის სკუტერი, ამით მინდა რომ გამოვიდეთ მოტო ჯიმხანაზე. ახალი იქნება ეს ყველაფერი, ახალი გამოცდილება იქნება ჩვენთვის. მეორე სიახლე გვაქვს 600-იანებში დრაგზე გვინდა რომ დავემატოთ უკვე R6-ით. და მთავარი რაც არის, რა თქმა უნდა, წრიულზეც, დრაგზეც და ყველაფერზე, R1-ს რაც უნდა გავუკეთოთ უკვე და რაც გავუკეთეთ. და მოკლედ ამ მოტოციკლზე მინდა მოგიყვეთ ახლა ორი სიტყვით, რა არის საერთოდ, რამდენი ცხენის ძალა აქვს, რა აქვს გაკეთებული, ხარხნულია თუ არა რაღაც დეტალები და ასე შემდეგ. სრული მიმოხილვა პატარაზე. ჩვენ R1-ზე არ ქონდა არც quick shifter-ი, არც კარგი ტორმოზები, არაფერი, მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემა იყო. quick shifter-ი უკვე გვაქვს, ზედა ქვედა ვერ დავაყენეთ, მაგრამ upshift-ი წელს უკვე გვექნება. ასევე გამოვიწერეთ ახალი ტორმოზის დისკები, აპორნები ეგრეთ წოდებული. გამოვიწერეთ უფრო კარგი ხუნდები, რომელიც აღარ გადახურდება იმედია და წესიერად გაჩერდება ხოლმე ეს მოტოციკლეტი. შევცვალეთ წყვილანები და ცეპი, წინა წელს 520-იანები დავაყენეთ, ალუმინის წყვილანებზე გადავიყვანეთ Vortex-ის. დავამატეთ ეგრეთ წოდებული ვითომ არაფერი, მაგრამ რეალურად კარგი ყოფილა ხმარებაში Dominos გრიფსები, რომელიც შედარებით უფრო წვრილია და კომფორტულია. წელს უკვე გვექნება quick shifter-ი, წეღა როგორც გითხარით, SS დაემატა. გვინდა ერთადერთი დეტალი კიდე, რაც ძალიან მაინტერესებს, რა შედეგს მისცემს, აი აქ შუა ნაწილში, მოკლედ აქვს ეგრეთ წოდებული კატალიზატორი, რომელიც გვინდა რომ მოვაშოროთ და დავაყენოთ პრიამიკი და დავტოვოთ უკვე ამ გამშვებ სისტემაზე, რომელიც არის ბოლომდე და აღარ იქნება ქვევით ესე მოკლეზე, იმიტომ რომ წინა წელს, როდესაც ეს ქვედა გამშვები გვეყენა, ხმა უფრო კარგი იყო, რაღაც დიდი ხმები ქონდა, რაღაც ის, მაგრამ რეალურად ძალა დააკლდა რა. როდესაც დავაბრუნეთ ეს გამშვები თავისი კატალიზატორებით, წონას დაემატა, მაგრამ კიდევ უფრო კარგად დადიოდა, ესეთი შთაბეჭდილება დამიტოვა და წელს აღარ ვაპირებ, მოკლედ იმ პატარა ჩინური გრუშტელის დაყენებას, გამშვების. ეს ჩამოვა რა თქმა უნდა, კიდე ცოტა დაბლა, წინა წელს სხვათა შორის იყო 191, როგორც მახსოვს, როცა ავწონეთ იმ მოკლე გამშვებზე. ჩემი აზრით, ამ მოტოციკლეთს ერთ-ერთი მთავარი პლუსი ის აქვს, კონკრეტულად ამ მოდელს, საკმაოდ მძიმე ცხვირი აქვს და ხელს მიწყობს ეს ყველაფერი იმაში, რომ დრაგზე მაგალითად არავაწევი, ცხვირი არ წამოგვიწიოს რა, ცოტა თუ დავწევთ დაბლა ბაიკს, რაღაცებს შევუჩიჩხინებთ. მოკლედ ეს R1-ის ბაზა ჩემთვის არის იდეალური. ბაიკის მშრალი წონა არის 177 კილოგრამი. ყველანაირი ზეთი, ბენზინის და სითხეების გარეშე, ხოლო უკვე როცა შეივსება ბაიკი, გამოდის 206 კილოგრამი. ეხლა ეს ბაიკი, აი ესე ქარხნულ მდგომარეობაში, წესიდარიგით უნდა იყოს უკვე 206 კილოგრამი. სტანდარტულად როგორც ყველა 1000-იანს გვაქვს 17-იანი დისკები, წინ 120-70-ზე, უკან 190-55-ზე. არ გაგვაჩნია არანაირი ABS, არც traction control-ი, არც quick shifter-ი. ABS და traction-ს რა თქმა უნდა ვერ დავამატებთ ამ მოტოციკლს, მაგრამ ეს quick shifter-ი და aftermarket დეტალები, რაც ტრეკზე დაგვეხმარება უკეთესი დროის ჩვენებაში, უკვე შეგვიძლია რომ დავაყენოთ. და მინდა ეხა ორი პრობლემის მოგვარება, წინა და უკანა აპორნი დისკების შეცვლა, იმიტომ რომ უკვე კარგად არის ნახმარი, აღარ ვარქა ჩემი აზრით და ტრეკისთვის ტორმოზი ალბათ ყველაზე აუცილებელი რაღაც არის. მეორე ახალი უკვე 2024 წლის R6-ი, რომლითაც უკვე დრაგზე გამოვალთ, წრიულზე სამწუხაროდ ამით ვერ გამოვალთ, იმიტომ რომ ეს რა იქ პატარაზეც კი გასრიალდეს, ეგრევე უნდა გადავხდე მტკვარში თავით, იმიტომ რომ ძალიან ძვირი დაждდა ეს მოტოციკლეტი. მოკლედ ამ ბაიკზე რა გავაკეთეთ და როგორ გავაკეთეთ მაგაზე მინდა გითხრათ ეხა 1-2 სიტყვა. ბაიკი არის 24 წლის მოდელი, R6-ი, მოკლედ ვეღარ აკმაყოფილებს ევრო სტანდარტებს როგორც მივხვდი და უშვებენ უკვე ვითომ ჭალებში ტრეკ ვერსიას. რეალურად ანაირად არ არის ტრეკ ვერსია, მაგრამ ასე ვთქვათ ტრეკისთვის უფრო მარტივად გამზადებულს. ფარები მოხსნილი, სკამი მოხსნილი, დაშლილი სარკეების გარეშე, კიდე რა ვიცი, არაფერი არ ეყენა მოკლედ, რაც არიელი, ბოდი კიტი იყო, ძრავი და ნული გარბენი. რა გავაკეთეთ ახლა აქ? მოკლედ გამოვიწერეთ Yoshimura-ს მთლიანი გამშვების სისტემა, შევცვალეთ უკანა ტორმოზის დისკი, აპორნი, დავაყენეთ სარკეები, დავაყენეთ ფარები, ავაწყვეთ. R6-ის ყველაზე დიდი მინუსი, ალბათ ვისაც ყოლია და ვისაც შეხება ქონია, აი ეს. აი ესე 200-ით რომ მიდიხარ და უსვად ესე დაიწყებს და ან ჩამოხვალ იქიდან ცოცხალი, ან ვერა. მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა და გადავში. დემპერის დავაყენეთ GPR-ის და ეს ბაიკი ჩემი აზრით უკვე ერთ-ერთი ძალიან მაგარი კონკურენტი იქნება 600-ებში, ვინც გამოდიხართ. რა თქმა უნდა, მეც მინდა პირველობა. მოკლედ გვაქვს 525-იანი ცეპი და კბილანები, რომელიც ტრეკისთვის მინდა შევცვალოთ და დავაყენოთ 520-იანები, ისიც ცოტა უკან ორი კბილით გასდოს ფიქრობ, რომ სტარტი უკეთესი ქონდეს, იმიტომ რომ ამ მოდელს საკმაოდ დიდი ჩავარდნა აქვს დაბალ ბრუნებზე და 10.000-ის მერე გიждდება და მიფრინა, ვიტეკის ფაზაო. და ეგრე გიждდება და მიდის მოკლედ და ორი კბილით გავსდით უკან, 520-იანებზე გადავიყვანთ, ალუმინის კბილანებს დავუყენებთ და
თავარი პრობლემა რაც გვაქვს ახლა. გამშვების სისტემა რო ჩამოვიდა, მოკლედ აი აქ უყენია ეგრეთ წოდებული ლამბდის სენსორის ადგილია, სადაც უნდა ჩაერჭოს. მაგრამ ამ ბაიკს აქვს 2 ლამბდის სენსორი და გამშვებს ჩამოყვა 1. და მეორე პრობლემა, ეს ერთი ჩასაყენებელი გვაქვს, მაგრამ არის განიერი და ლამბდა, რომელიც ორიგინალ გამშვებზე ეყენა, შიგნით ვარდება და არ ყენდება. ამისთვის რამენაირად ამ პრობლემის მოგვარებას როგორმე მოვახერხებთ, იმედია რომ ლამბდის პრობლემა აღარ იყოს და თუ ვინმე იცით, ვინც შეიძლება რომ ეს ბაიკი დაანასტროიკოს და გააკეთოს, ეგეც შეგიძლიათ იდეები მომაწოდოთ აქ. თუ არა და მაქვს ერთი იდეა, რომლითაც შევძლებ ამ ბაიკის კარგად დანასტროიკებას, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ეს ყველაფერი და საქართველოში არ გამოდის. 600-იანებზეც მინდა 1-2 სიტყვით გითხრათ, ყველა მიცით ალბათ უკვე, მაგრამ მაინც ვიტყვი. სტანდარტულად ისევ გვაქვს 17-იანი დისკები, ოღონდ აქ უკვე უკან 180-55-ზე გვაქვს, წინ ისევ 120-70-ზე. პლუს ამ ყველაფერს დავამატეთ მეტი დაცვისთვის სლაიდერები, რომელიც არის T-Rex-ის და ძალიან მაგარია და ყველას გირჩევდით, რომ ეს ბრენდი ცოტა ძვირი კია, მაგრამ დააყენოთ და დაიცვათ თქვენი საყვარელი ორთვალა მეგობრები. დავაყენეთ გვერდის სლაიდერები, ძრავის ხუფის სლაიდერები, დისკის სლაიდერები წინ და უკან. კიდე მოყვა თავისი სანომრის განათებები და რაღაცები, მაგრამ ეგენი აღარ დაგვიყენებია. პლუს ამ ყველაფერს ბაიკი ვიყიდეთ და არაფერი ხო არ ეყენა. ნომრის სამაგრიც არ არაფერი არ იყო რა. პლუს ნომერი დავაყენეთ. ნომერი გვაქვს უკვე და შეგვიძლია ქალაქში ვიმოძრაოთ. მოკლედ ამ ბაიკს უკვე გააჩნია 2024 წელს, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა მოტოციკლის traction-ი, ABS-ი, mode-ები, რომელიც არის წვიმი სტანდარტული და A-mode, რომელიც არის ალბათ სპორტული რეჟიმი. ყველაზე მეტად რაც არის უბრალოდ აი სასაცილოა რა. 2011 წელს ჩემს R1-ს და 2024 წელს ამ ახალ R1-ს ზუსტად ერთდაიგივე სპიდომეტრი აქვს, სხვაობა არაფერი არ არის რა. დაემატა უბრალოდ traction-ის წარწერა და quick shifter-ის ლოგო. ზუსტად ერთდაიგივეა, არაფერი შეცვლილი არ არის. უბრალოდ აქ აწერია სადღაც 18000 ბრუნი და იქ სადღაც 15000 ბრუნი. ამ ბაიკზე როცა ჯდები და დაძრავ და წახვალ, აქსელერაციას როცა იწყებ და გაზს მისცემ, ასე ვთქვათ რა, არ მიდის, მიდის და აი ბოლოს ტურბინიანი მანქანები რო გაიბრუსთებიან და ბოლოს რო გაფრინდებიან, ეგეთი რაღაცა ემართება. ამას იმასთან შედარები და ის როგორც კი დაჯდები და გას მისცემთ, აი ისე წდება ადგილიდან, როგორც არის, აი რა შევატარო, ეს ტრაქს წეხლი რომ ამოგარტყა რა. ეგრე არის ამ ორის შედარება, მოკლედ 0-დან როცა იწყებ აქსელერაციას. ამ ჩვენი ლამაზი შავი მოტოციკლეტის წვა დიდი არაფრით არ განსხვავდება იმ მეორე შავისგან. უბრალოდ თუ ქალაქში მაგალითად ის მოიხმარ საშუალო სიარულით 10 ლიტრას, ეს მოიხმარ 7-8 litrას. დანარჩენი ტრასაზე სიარულის დროს იგივეა საშუალოდ 6-7 ლიტრა აქვს ორივე წვა, მაგრამ შორგზებზე ასე ვთქვათ და აქედან აი ბათუმში რო წახვიდე და ესე თურქეთში თუ რა ვიცი სადმე შორს, ალბათ 1000-იანი ჯობია იმის მხრივ, რომ უფრო თავისუფლად მიდის მაღალ სიჩქარეებზე და არ უწევს წვალება არც ძრავს და არც ბღავის და არაფერი. საერთო ჯამში ახლა ამ ბაიკზეც განახებთ აჩქარებას, ასიორას. გონია რომ ამ მომენტში ახლა რაღაცა პატარა პრობლემები აქვს ლამბდის გამო, რომელიც წეგან დამავიწყდა მე თქვა რომ ვერ ჩავარჭეთ იქ, მოკლედ ჩამოკიდებული არის ახლა ესე ლამაზად აქ და ყველანაირი ჰაერის ნაკადი ხვდება ზედ ამ ლამბდის სენსორს და მაგის გამო იმხელა ბათქაბუთქი გაუდის მოტოციკლეთს რომ გეგონება რაღაცას გესვრიან უკნიდან რა. ეს რომ მოგვარდება, მე ბევრად უფრო კარგად უნდა იაროს წესით და რიგით. წავედით ახლა ამ ბაიკზეც ნახოთ სიარულში როგორია და რანაირად დადის და დანარჩენს უკვე გზაში მოგიყვებით. და ჯიმხანაშიც ყავს უკვე ახალი გასართობი. ეს არის ჩემი AV-სა, მოკლედ რომელიც 2020 წლის მერე მყავს და რისთვის მყავს მეც არ ვიცი, მაგრამ მყავს. ესე შენახული არის და 4 წლის მანძილზე ესე მიყენია გარაჟში და არაფერი მიზანი რო არ ქონდა ამ სკუტერს, მოკლედ გადავწყვიტე რომ ჯიმხანაზე გამოსულიყავი და ამაზე ბევრი სალაპარაკო, ისეთი არაფერი არ არის. ჩვეულებრივი 150 კუბიანი სკუტერია, რომელიც არის ქალაქისთვის იდეალური და ამ სკუტერზე ბევრი მითი დადიოდა, დისკები ტყდება, რაღაცეები ძრება, რა ვიცი, 4 წლის მანძილზე არაფერი არ გამძვრალა, არაფერი არ გატეხილა. დავდივარ A პუნქტი, B პუნქტი, დაჟე ისევ თავისი აკუმულატორით და ისევ თავისი ქარხნული წინა საბურავით არის ეს სკუტერი. და გავლილი მაქვს სადღაც 16-17 კილომეტრი. დანარჩენი უკვე, რა ვიცი, მგონია რომ მღირს ამით და ჯიმხანაზე რო გამოვიდეთ, ტორმუზები სიმართლეცად არ მომწონს.
ამის წინა ტორმუზი არის ეგრეთ წოდებული აპორნით, მაგრამ ცუდი ტორმუზი აქვს, არ აქვს ისეთი როგორც უნდა კონდეს. უკანა ბარაბანზეა ჩაულებრივად. ნუ აქაც რა თქმა უნდა ისევ და ისევ მოტული. სხვა დანარჩენი არაფერი. იდეალური სკუტერია ქალაქში სამოძრაოდ რა.